სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. ღმერთმა დაგლოცავთ, გაგაცილოთ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მიძინებას ყოვლა წმინდა ღვთისმშობელისა და მარადის გავწულისა მარიამის. აუშვებე რომ ჩვენთან ერთად არიან ძალიან მიჭის გადაგებული, იმიტომ რომ წენი არიან დაღლელები, დაქანცულები. სადღაც ჩვენც დაღლელები ვართ და დაქანცულები ვართ. ვიცი რომ ეხლა ერთი სულება პროსაფში წავიდეთ. სიტყვას არ გავაგზელებ, უბრალოდ ერთ რამეს გეტყვით რა რომ ჩვენ გულს და ჩვენ სულს იმედად და ნუგეშეთ აქვს. ანდრია სალოსის ცხოვრებაში ერთი პატარა მაგალითი, როდესაც 64 სანახებს ნახულობს და ვერ ხედავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ანა მეგზაურ ანგელოზს რომ მეკითხება რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რატომ არ ხედავ აი დიდებული და დიდებული წმინდა მეშობის. ეტყვიან მას რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხდება დედამიწის. თუ რატომ? იმიტომ რომ ყველა გაჭირვებულს, ყველანაირ მძიმე მდგომარეობაში მყოფს, ობლებს, ქრილებს, სხვადასხვა ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სულიერი და მატერიალური შეწევნა მიცეს. ჩვენთვისაც ნუგეშია თითოეული ადამიანისათვის. ჩვენ როდესაც აი ამ წუთის სოფელში ურთულეს მდგომარეობაში ვიყოფებით, შეიძლება რაღაცა რთული ცხოვრებისეული მდგომარეობა იყოს, ან სხვა რაღაც. აი ამ მდგომარეობაში, განსაცდელების მდგომარეობაში მით უმეტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი ნუგეში. ეს უნდა კარგად ვიცოდეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უაღმატებულესი არის სერაფიმებზე და ქერუბიმებზე, ანუ უმაღლეს ანგელოზთა შორისაც უაღმატებულესი არის. ყოვლადწმინდა სამების შემდგომ ყველაზე მეტი ფარულობა და შეწევნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის არის ადამიანების. თუ იცით, რა დღესასწაულობთ, როდესაც წმინდანების დღეს აღნიშნავთ. მათ დაბადების დღეს, გარდაცვალებას აღნიშნავთ. დაბადების დღეს აღნიშნავთ. როდესაც წმინდანის სენების დღე, ეს არის მისი გარდაცვალების დღე. და რატომ იცით? გარდაცვალება ხო თავისებურად აღიქმება რაღაც ტკივილთან, წუხილთან, მწუხარებასთან. ქრისტიანობაში ესეთი გაგება აღარ არსებობს. ქრისტიანობაში გარდაცვალება არის პირდაპირ ამბობენ ეკლესიის იმამებს და ყველა მეცნიერს. მეც ჩემთვის რომ აულემოციკულიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იმეორებ რომ გარდაცვალება ეს არის შესაძინელი მარადიული ცხოვრებისა. ჭეშმარიტი მარადიული სიცოცხლისა. ვისაც ვემზადები თითოეული ჩვენთაგან. და ამიტომაც აღინიშნება წმინდანების გარდაცვალება მათ ხსენების დღეთ, რომ წმინდანებმა შეიძენეს ის რისკენაც ისინი იღწვავდნენ. ანუ შეიძენეს სათასასობრელი შვება, ნეტარება, მარადიული სიცოცხლე. ამ ქვეყნიური ღვაწლი დასრულდა, ამ ქვეყნიური შრომა დასრულდა, ამ ქვეყნიური განსასწრებელი დასრულდა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მიველით ახლა აი იმ დიდებულებას, აი იმ დიდ წყალობას, რომელიც უფალმა განუმზადა თავის მოყალებს. ამიტომაც არის ჩემო ძვირფასებო, რომ მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის. ეს არის ჩვენთვისაც შეძენება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის. ჩვენ შევიძინეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ის მისი მფარველობა უაღმატებულესი არის სათა ღრუბლებზე და ჩვენც ნუგეშათა ვართ. თითოეული ჩვენთაგანი რომ ოდესაც ლოცულობ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისმენ ჩვენს ლოცვებს და მარადიჟამს არის ჩვენი მეუღმყოფელობისათვის. ისე რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ჩვენსავე ცხოვრებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ატივი მივაგოთ დაუჯდომელი ლოცვებით, კეთილი საქმეებით და ყველაზე მეტად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხარებს მაშინ პირდაპირ ამბობენ ამას ეკლესიის მამები, როდესაც თითოეულ ჩვენთაგანს ხედავს მარადიჟამს მოუკლებელად დედა ეკლესიის წიაღში წირვა ლოცვის დროს. როდესაც ჩვენ ხედავს რომ ყოველთვის აღსარებით, განწმენდილი გული და მონდომებით ვემზადებით წმინდა ზიარებისათვის. აი ეს არის გასათვალისწინებელი. გინდათ პატივი მიიღოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მაშინ ხშირად აღსარებით, ხშირად ზიარებით. განუხრელად იდექი წირვა ლოცვებს. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მოწყალით ჩვენს. მეთქვა დაგლოცოთ, დაკურთხოთ, გაგაძლიეროთ და დედა ღვთისმშობელს კურთხევა ფარავდეთ ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს. მოიხილოს დედა ღვთისმშობელმა თავისი მოწყალი თვალე ჩვენს გარდაცვალებულებისთვის და შეიწყალოს სრულიად საქართველო. ამინ.